რამდენი არის ჭალები გენერალი, რომელთა შეუძლია თავისუფლად დაავალოს და ედიშერ ქარჩავაც ამ დავალების ნაწილი არის, რომელსაც შავი პიარი უნდა ეგორებინა. საპატრიარქოს იურისტ პროკურატურა სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. რა არგუმენტები აქვს საგამოძიებო უწყებას ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ უზენაეს სასამართლომდე მისულ საქმეში? მაიკი თავისუფალია! თავისუფლებული რეპერები და გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ. რა ხდებოდა დღეს ბირჟა მაფიის სასამართლოზე და სამართალდამცველების რა შესაძლო დანაშაულს იძიებს პროკურატურა? ჩვენ ვიძიებთ საქმეს უფლებამოსილების გადამეტებასა და ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით. ეთერშია კურიერი 9 საათზე. პაატე იაკობაშვილთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. სამშვიდობის კურიერისთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ საპატრიარქოს მთავარი იურისტის საქმე უზენაეს სასამართლოშია. სახელმწიფო ინტერესების საზიანო მოქმედება ეს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლია, რომლითაც ედიშერ ქარჩავას სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. სკანდალური განცხადებისა და ბრალდებების ავტორის საქმეს თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იხილავს. ედიშერ ქარჩავა მის წინააღმდეგ არსებულ საქმეს ადასტურებს, თუმცა განმარტებებს არ აკეთებს. საქმის დეტალებზე არ საუბრობს არც საგამოძიებო უწყება, უცნობია როდის და რა მიზეზით დაიწყო ქარჩავას წინააღმდეგ გამოძიება. საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების მცოდნე თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ქარჩავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მასზე ზემოქმედებისთვის იყოს გამოყენებული და სწორედ ამას უკავშირებენ საპატრიარქოს იურისტის მიერ მეუფე პეტრეს კრიტიკას. ჩვენი ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი მუშაობდა დღეს თემაზე. დათო, რას აცხადებენ საპატრიარქოში მათი იურისტის სასამართლო პროცესის შესახებ? პაატა საპატრიარქოს იურისტის შესახებ თავად საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირება არ სურს, იქ საკმაოდ მშრალ განცხადებას აკეთებენ და ამბობენ, რომ დანაშაული, რომელზეც არის საუბარი, საკმაოდ ხანდაზმულია და იმ დროს ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოში არ მუშაობდა. თავად საპატრიარქოს იურისტი განცხადებას ასევე მშრალად აკეთებს, უბრალოდ ადასტურებს, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა რამდენადაც ცნობილია, ის უფრო ვრცელი განმარტების გაკეთებას ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ აპირებს. თუმცა ფაქტი ერთია, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უზენაეს სასამართლოში ზეპირი მოსმენით განსახილველად ჩანიშნულ საქმეთა გრაფიკში იკითხება, რომ 23 მაისს სამშაბათს სხდომის მე-6 დარბაზში გაიმართა მსჯავრდებულ ედიშერ ქარჩავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა. ესაა დოკუმენტი, რომელიც კურიერმა მოიპოვა და რომლითაც ირკვევა, რომ საპატრიარქოს იურისტს პროკურატურა ბოლო რამდენიმე წელია ბრალსდებს. ბოლოს ხდომა სასამართლოში 2017 წლის 23 მაისს 17 საათზე გაიმართა სისხლის სამართლის საქმეს მსჯავრდებულ ედიშერ ქარჩავას მიმართ. ზეპირი მოსმენით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი იხილავენ. საპატრიარქოს იურისტი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ის დამნაშავედ ცნეს. მუხლი კი, რომლითაც ედიშერ ქარჩავას მიმართ დევნას პროკურატურა ახორციელებს, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ედიშერ ქარჩავას მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით. 1961 წლის რედაქცია. დაუდევრობა, ესე იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც საპატრიარქოს მოქმედი იურისტი დამნაშავედ ცნეს 2016 წლის 25 მარტს გამოცხადდა. ქარჩავამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ხდომაზე ზეპირი მოსმენით განსახილველად. აღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლოს ხდომა გაიმართა 2017 წლის 3 მაისს 13 საათზე.
საპატრიარქოს იურისტი არ უარყოფს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ედიშერ ქარჩავამ კურიერის სატელეფონო ზარს მხოლოდ ერთხელ უპასუხა და მცირე კომენტარით შემოიფარგლა. იურისტი დამატებით განმარტებებს, როდის და რა მიზეზით დაიწყო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, აღარ აკეთებს. მინდა რომ ფაქტობრივი გარემოებები დავაზუსტო. საპერგეუნებით ახლა სააკაშვილის დროიდან რაღაც ისინი რა ქვია დევნის ქვეშ რო ვიყავი, ეს ჩემთვის კომპრომატი არ არის. არ მიმაჩნია საერთოდ მნიშვნელოვნა და მე როცა ჩავთვლი საჭიროდ მაშინ რა თქმა უნდა გავაკეთე კომენტარს. ბატონო ედიშერ, რას გედავებიან თანამდებობრივ გულგრილობას? არა 20 წლის უკამდე თქვენ თუ სიუჟეტს, ანუ 20 წლის უკამდელ რაღაც საკითხებს. ედიშერ ქარჩავას მიმართ წლების წინ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ პოზიციის დაფიქსირება არ სურთ საპატრიარქოში. პატრიარქის მდივანი კურიერთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ განმარტებებს თავად მათი იურისტი გააკეთებს. საპატრიარქოს პოზიცია ამ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს. მას ის საპატრიარქოში არ მუშაობდა, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. იმ ადამიანმა გითხრათ გასაგებად, რომ გააკეთეთ სიუჟეტი, მე გაგცემთ მე პასუხსო და გააკეთეთ სიუჟეტი, რა გინდათ. საპატრიარქოს მორალური ვალდებულება უნდა ეგრძნო იმისათვის, რომ იურისტი დროებით მაინც ჩამოეცილებინა ამ თანამდებობიდან, ვიდრე მიმდინარეობს განხილვა სასამართლოში. თეოლოგი ლადონ არსია არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში ედიშერ ქარჩავას მიმართ სავარაუდო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარე საქმეს საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ იყენებდნენ. თეოლოგი ვარაუდობს, რომ ეს ბერკეტია იმისთვის, რომ ედიშერ ქარჩავამ საჯაროდ ილაპარაკოს ის, რაც პატრიარქის მდივან რეფერატს სურს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ხერხს მიმართავს ქალბატონი თეთრუაშვილი საიმისოდ, რომ მან გადაარჩინოს ის ადამიანი, ვიზედაც შემდეგ ის განახორციელებს გარკვეული ტიპის ზეწოლას. ედიშერ ქარჩავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეს ეხმაურებიან ჭყონდიდის ეპარქიაში. მამა ანდრია სარია ამბობს, რომ საპატრიარქოს იურისტი შორენა თეთრუაშვილის და შესაძლოა პროკურატურის დაკვეთებსაც ასრულებს. ზეწოლის ბერკეტი არის, მან უნდა უპასუხოს და პირველ რიგში საპატრიარქო. ესეთი დამნაშავე თუ არის, სხვაზე რა უფლებით საუბრობს ზოგადად დამნაშავე. აშკარა ზეწოლის ქვეშ არის ვიღაცის დაკვეთებს ასრულებს კონკრეტულად. 1961 წლის შემდეგ შეიცვალა 1982 წლის ბოლოს. ანუ ეს ნიშნავს, რომ 82 წლამდე ჩადენილ დანაშაულზე 1961 წლიდან 82 წლამდე პერიოდს მოიცავს დიდი ალბათობით. სისხლის სამართლის სპეციალისტის განმარტებით ამ რედაქციით დაწყებული გამოძიებით გინდება, რომ დანაშაული, რომლის სავარაუდო ჩადენასაც პირს ედავებიან, 1982 წლის 29 დეკემბრამდეა ჩადენილი. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე რამდენჯერმე შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლი, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი მუხლი პიროვნების მიმართ. როდის დაიწყო საპატრიარქოს იურისტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და რატომ თვლის სახელმწიფო ბრალდება, რომ ედიშერ ქარჩავამ სამსახურეობრივი გულგრილობით სახელმწიფოს ზიანი მიაყენა, უცნობია. საგამოძიებო უწყებაში კითხვებს არ პასუხობენ. რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება პროკურატურამ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ 2005 წელს დაიწყო სამსახურეობრივი გულგრილობისთვის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ გამოძიება, რომელიც ხანდაზმულობის გამო შეწყდა, თუმცა მათივე განცხადებით თავად ედიშერ ქარჩავამ ითხოვა 2006 წელს, რომ საქმის გამოძიება განახლებულიყო, რადგან ის თავს უდანაშაულოდ თვლიდა. ედიშერ ქარჩავას მიმართ 2005 წელს დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი დაუდევრობის ფაქტზე, რომელიც სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო იმავე წელს შეწყდა. ვინაიდან აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტას არ დაეთანხმა ედიშერ ქარჩავა და თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართა საქმეზე 2006 წელს განახდა გამოძიება, წარიდგა სასამართლოში და ამჯერად მიმდინარეობს სასამართლო განხილვა. პროკურატურის განცხადების მიხედვით 2006 წელს თავად საპატრიარქოს იურისტმა ითხოვა უდანაშაულობის დასამტკიცებლად გამოძიების გაგრძელება, თუმცა 11 წლის შემდეგ დადგა განაჩენი. გასული წლის 25 მარტს გამოაცხადა პირველად თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება და ედიშერ ქარჩავა გაამტყუნა. მეორე ინსტანციამ ნოემბერში 2016 წლის ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამჯერად კი უზენაესი სასამართლო იხილავს ედიშერ ქარჩავას მიმართ საქმეს. ჩვენ ედიშერ ქარჩავას შევთავაზე დღეს ეთერის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მას გავუგზავნეთ ხმოვანი შეტყობინებებიც და იმედი გვაქვს, რომ თავად საპატრიარქოს იურისტი ისურვებს და ამ რეპორტაჟის შემდეგ გააკეთებს განმარტებას და ამ კითხვებს, რომელზეც საზოგადოებას პასუხი არ აქვს, თავად ედიშერ ქარჩავა რუსთავი 2-ის ეთერში უპასუხებს. დიდი მადლობა, დავით ქაშიაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს შესაძლოა თავის მართლება სასამართლო პროცესზე მოუწიოს. საქართველოს პატრიარქთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა. საქმეში ასევე ფიგურირებს სოფელ ჯვრის ეკლესიის მოძღვარი მამა ანდრია მარღანია. ბერტე რაკუბარდია სასამართლოსგან იმ დოკუმენტის ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ტაძრის ასაშენებლად მიწა ეკლესიას გადასცა. ტერიტორიაზე კი ამ დროისთვის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს. და ნათია ტრაპაიძესთან განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. ნათია, თუ აკეთებს განმარტებებს მეუფე გერასიმეს სკანდალურ ბრალდებაზე. სადავო ქონებასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ გვინდოდა მოგვესმინა მეუფე გერასიმეს განმარტებები, მაგრამ მან ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და არ ისურვა. თუმცა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მიანიშნა, რომ შესაძლებელია ფულით და ქონებაც ძველ მფლობელს დაუბრუნდეს. მე ეს რომ დომებოდა მაშინ მე გავყიდი ჩემს სახარს და მე შევიტანდი ეკლესიაში ფულს, მაგრამ მე სახარის გაყიდვა კი არ მინდოდა, მე მინდოდა რით ყოფილიყო მონასტერი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელზე. სარჩელი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირების წინააღმდეგ სასამართლოში უკვე შევიდა. ბერტე რაკუბარდია იმიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც გარდაცვლილი შვილის სახელზე მონასტრის ასაშენებლად სოფელ ჯვარის ეკლესიას აჩუქა. მონასტრის ნაცვლად წინაპრების დანატოვარ ეზოში ახლა 500 ვოლტიანი ელექტროგადაცემი ხაზი შენდება. ბერტე რაკუბარდია ამბობს, რომ ის სასულიერო პირებმა მოატყუეს შეთანხმების დარღვევაში მარტოხელა მამაკაცის სოფელ ჯვარის ეკლესიის მოძღვარს მამა ანდრია მარღანიას და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ადანაშაულებს. ძალიან დათქმული ვარ. იმიტომ რომ ამას მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ესენი გააკეთებენ. რას? დამინგრებდნენ რა სახლს რა. სახლი ხო ფაქტიურად დაანგრიეს, უკვე საცხოვრებლად და ამას სასულიერო პირები ამას რო იზამდნენ, ამას როგორ წარმოვიდგენდი ახლა, ან ვინ წარმოვიდგენდა ამას? ბერტე რაკუბარდია ამბობს, რომ წინაპრების დანატოვარი სოფლის ეკლესიას მან კონკრეტული პირობით გადასცა. ნოტარიულად დამოწმებულ ჩუქების აქტთან სიტყვიერი შეთანხმება ახლდა. ნაჩუქარ მიწაზე ბერმონაზვნების საცხოვრებელი უნდა განთავსებულიყო. ბერტე რაკუბარდია ამბობს, რომ სასულიერო პირებმა შეთანხმება დაარღვიეს. მიწა მისი ნებართვის გარეშე ჯერ საპატრიარქოს საკუთრებაში გადააფორმეს, შემდეგ კი ენერგო კომპანიას მიყიდეს და სოლიდური შემოსავალი მიიღეს. ფული აიღეს, ეხლა მე გერასიმემ მე არ ვიცი ეხლა საპატრიარქოს გადაურიცხეს თუ ვინ აიღეს მე არ ვიცი. მაღალი იმ არ ვიცი ენერგოსისტემაა თუ ვისაც ეკუთვნის. აი მან მე გავიგე ესე იგი 171.000 არის ჩარიცხული მათ ანგარის. გერასიმემ დამაძალაო, რომო გადამეფორმებინაო საქართველოს იმისი საპატრიარქოს სამოციქულო ეკლესიაზეო. მე რო შევეკითხე ჩემი ნებართვის გარეშე რატო გაგეთ მე ის არის ჩემის უფროსიო და მე იმან როგორც მიბრძანა ისე გავაკეთე. ეს მითხრა სოფლის მდელმა კახაბერ მარღანია. ბრალდებასთან დაკავშირებით მამა ანდრია მარღანია კომენტარს არ აკეთებს. მან დღეს კურიერის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მონასტრის ასაშენებლად საჩუქრად მიღებულ ქონებაზე საუბარი არ სურს არც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს. თუმცა მეუფემ დღეს მიანიშნა, რომ შესაძლოა საქმე სასამართლომდე საერთოდ არ მივიდეს და სადაო მიწა ძველ მფლობელს დაუბრუნდეს. თანხასაც უკან უბრუნებთ, მიწასაც უკან უბრუნებთ. ესეთ შემოწერილობა არავის არ ჭირდება. ეკლესიას არ ჭირდება ესეთ შემოწერილობა. მოიხმარო თვითონ მშვიდობაში როგორც უკან დაბრუნებამდე აკუბარდიების ქონება სოფელ ჭელაში განხილვის მთავარი თემაა. ადგილობრივები ეპარქიას შეთანხმების დარღვევაშია დანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ გარდაცვლილი შვილის სახელზე მონასტრის ასაშენებლად ნაჩუქარი სახლკარი სასულიერო პირებმა გაყიდეს, მაგრამ ვინ ისარგებლა ენერგო კომპანიისგან მიღებული ფულით არ იციან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ეპარქიას აკუბარდიების სახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე მე-15-მე-16 საუკუნის ტაძრის გადახურვა სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. 170,000 ლარი აიღეს 500 მეტროა ვალკერის სახლიდან აი ამ ეკლესიამდე და ნუ თუ ერთი 1000 ლარი ვერ გაიმეტეს ეს რო გადაეხურათ წყალი ჩამოუდის. სოფელ ჭელას მცხოვრებლები რამდენიმე თვე ადგილზე მაღალი ელექტროგადამცემი ანძების დადგმას აპროტესტებენ. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ მეუფე გერასიმეს მიერ მკაცრი პოზიციის დაკავების შემთხვევაში სოფელი სერიოზულ ზიანს აცდებოდა. სამწუხაროდ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ეს მიწის ნაკვეთი გაყიდა, მიყიდა ენერგოტრანს, რითაც მოსახლეობაც დაზარალდა, რადგან 170,000 ლარად ეპარქიას ეს ნაკვეთი რო არ გაიყიდა, ეს
ეს ელექტროგადამცემი მაგისტრალის მშენებლობა აქ არ იქნებოდა და შესაბამისად ჩვენც ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდო ეპარქიამ. ჯერ ამას ჯვარის პატრიარქს გადაეცაეს მამაოს. მერე იმაზე გადაუცია. ის იმას რა უნდოდა იმ პატრონს უნდოდა მისი შვილის მოხსენება რომ ყოფილიყო აქ. ეცხოვრა ბერებს, მამაებს და რაღაცა გაეკეთებინა თუ არა ის არ უნდოდა რომ ეს სახლი გაეყიდა. შეაჩერებს თუ არა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია აქუბარდიების ეზოში მაღალი ძაბვის ანძის მშენებლობას უცნობია. გადამცემის დასადგამად ენერგოკომპანიას ადგილზე სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს. თავის მხრივ სასამართლო დავისთვის ემზადება ვერტერ აქუბარდიას. მისი სარჩელი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა. საზოგადოების ხმამაღალი პროტესტის შემდეგ ორი რეპერის 5-დღიანი პატიმრობა დასრულებულია. სააპელაციო სასამართლომ დღეს ბირჟა მაფიის წევრების ხტომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ნარკოდანაშაულის ბრალდება ამით არ გაუქმებულა და მომღერლებს ჯერ კიდევ ემუქრებათ შესაძლო უვადო პატიმრობა, მაგრამ ახლა ყველაფერი კვლავ სამართალდამცველებზეა დამოკიდებული. პროკურატურამ 9 პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი დუმს. მაიკი თავისუფალია! ხალიკეტები და თესლის შავი ზედა და ხეული ძუძების იქცარავს იბერები. ეს სიმღერა მიხეილ მგალობლიშვილისთვის მისი ვერსიით უკვე 5-დღიანი მოვალში კი შესაძლოა უვადო პატიმრობის მიზეზი გახდეს. ბირჟა მაფიის წევრი დღეს სასამართლო დარბაზიდან დროებით გამოძიების დასრულებამდე 50,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მუსიკოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება კლიპის შინაარსისა და კადრების გამო ჩაუდო. სირცხვილი მათ ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველასი მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას. ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ჩვენ ვართ უდანაშაულები. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ძალოვანი უწყების მხრიდან ანგარიშწორებას უკავშირებს დაკავებას გიორგი ქებურია. ბირჟა მაფიის მეორე წევრით სასამართლომ 20,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებულმა მის დაკავებამდე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ქებურიას ინფორმაციით დაპატიმრებამდე მისთვის ცნობილი იყო, რომ ძალოვანი უწყებიდან კლიპის დამკვეთ კომპანიას ინტერნეტ სივრციდან ვიდეო რგოლის წაშლა სთხოვეს. კომპანიამ ვიდეო არ წაშალა, რასაც მისი და მგალობლიშვილის დაკავება მოხდა. ქებურია მისი დაპატიმრების დროს განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს და პოლიციელების დასჯას ითხოვს. გამოიწვია პოლიციის გაღიზიანება ამ კლიპმა, რადგან პოლიცია იყო გაშარჟებული და ისევ ჩვენ დავშილიყავით სამაგალითოდ, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორებულიყო სხვის მხრიდან. განხორციელდა ზარი პოლიციის მხრიდან, რომელიც შეატყობინეს მგალობლიშვილს, მგალობლიშვილმა შემატყობინა მე და ჩვენ გადავწყვეტით, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ კადრების დაფარვა. ხანი მეგობარია, მან მხარდაჭერა გამოაცხადა. დიდი მადლობა ბერას, მადლობა საერთოდ მთელ საზოგადოებას, ყველა ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა. ბერა ივანიშვილთან მქონია შეხება, ერთხელ ვართ შეხვედრილი. გათავისუფლების მიუხედავად ბირჟა მაფიის წევრების წინააღმდეგ გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა შეძენის მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში პოლიციელების მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებები დევს, რაც მუსიკოსების მიმართ დევნის შეწყვეტის საფუძველი უნდა გახდეს. მანამდე კი ბრალდებულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. დაცვის მხარე მოიპოვებს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს მიხეილ მგალობლიშვილის უდანაშაულობას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ გამოძიებაში შეწყდება აღნიშნული საქმე თუ არა და სასამართლოში მაინც გამართლდება მიხეილ მგალობლიშვილი. მოვიძიებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელთაც დადასტურდება ქებურიას უდანაშაულობა, პროცესი წინ არის და ჩვენ ყველანაირი სამართლებრივი გზით ვეცდებით და ვფიქრობ დავადასტურებთ ქებურიას udanašaulობა. კარგი, შეწყდება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა მუსიკოსების წინააღმდეგ, ამას პასუხს ის გამოძიება გასცემს, რომელიც პროკურატურამ დაიწყო. შოთაძის უწყება 9 პოლიციელის მიერ მტკიცებულებების ფალსიფიცირების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეს იძიებს. სწორედ ამ გამოძიებით ხსნიდა დღევანდელ პროცესზე პროკურორი თანხმობას მუსიკოსების გათავისუფლებაზე. გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვიძიებთ მტკიცებულებების წარმომავლობას, რა თქმა უნდა, ჩავთვალოთ, რომ მიზან შეუწყვეტელია მათ მიმართ ყოფილიყო ყველაზე მკაცრი აკვეთი ღონისძიება გამოყენებული. თუმცა გირაოს ოდენება 50,000 ლარი გალობლიშვილის შემთხვევაში და 20,000 ქებურიას შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი ოდენება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვჭირდება ბრალდებული სათანადო ქცევა.
ბირჟა მაფიის წევრების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 20 ივლისს გაგრძელდება, თუმცა უცნობია დასრულდება თუ არა მანამდე პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, რადგან სახელმწიფო ბრალდება მუსიკოსების დანაშაული სწორედ იმ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე უნდა ამტკიცოს, რომელთა წინააღმდეგაც ახლა გამოძიებას თავად აწარმოებს. ოპოზიციის შემდეგ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინადადებით პარლამენტს მართველი პარტია მიმართავს. პრემიერისა და ვიცე-პრემიერის განცხადებებისა და სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის გზავნილის შემდეგ ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს დაჩქარებული წესით წარადგენს. რაც ცვლილებებია დაგეგმილი კანონში და რა გახდა საკანონმდებლო პაკეტის ფორსირებულად წარდგენის მიზეზი ამის შესახებ კურიერის მეორე ნაწილში. და სპეცოპერაცია თბილისსა და წეროვანში დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო აღმაშენებლის ხეივანი. სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს, რომლებსაც თავისუფლების უკანონო აღკვეთა და გამოძალვა ედებათ ბრალად. სპეცოპერაციის ადგილზე ამ დრომდე იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფი, შოთა კიკნაძე არკოს დეტალებს და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. შოთა, თუ არის ცნობილი, ვის ძალავდნენ ბრალდებულები ფულს და თუ კეთდება განმარტებები სპეცოპერაციის შესახებ სამართალდამცველების მხრიდან? სპეცოპერაციის დეტალები ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა სპეცოპერაცია როგორც თბილისში, ასევე წეროვანში უკვე დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გატარებული ღონისძიების შედეგად ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ 4 პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი საყვანა მოხდა აღმაშენებლის ხეივანში, სადაც ამ დროისათვის ჩვენ ვიმყოფებით. მომხდარის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ჩვენ აქ მდებარე ბენზინგასამართის სადგურის თანამშრომლებმა, ისინი ამ ფაქტს შეეცდნენ. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, სპეცოპერაცია დაიწყო დაახლოებით საღამოს 7 საათისათვის. მათ სამართალდამცველებმა რამდენიმე მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც მათ აიყვანეს ერთი პირი. მათი ინფორმაციით დაკავებულ სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ის ამ დროისათვის სავარაუდოდ იმყოფება უკვე პოლიციის განყოფილებაში. სპეცნაზი შედი ყველა და არავინ არაფერს არ ამბობდა. არავინ არც აქ მომუშავემ არც ისა დამნახველმა არაფერი არ დაიჭირეს ვინმე თქვენი ინფორმაცია. ერთი ვიღაცა ჩააჟინეს მანქანაში და რისთვის რატო? ნიღბიანები იყვნენ თუ საპატრულოც იყო, საპატრულოც იყო, რა ვიცი ხო, ბევრი იყო. უცბად გადაიკეტა გზები დაახლოებით 1.50 მეტრით იქით. გაჩერდნენ მანქანები, გადმოცვინეთ შევხედეთ ვიღაცა დააკავეს და არ ვიცი ვინ დააკავეს, რის გულიზე, რატო არაფერი არ ვიცი. ვინ არიან დაკავებულები ამ დროისათვის არის უცნობი. შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ 4 პირი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ამ დროის ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს 2 მუხლით, 153 და 191 მუხლებით, რაც გამოძალვას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დიდი მადლობა, შოთა კიკნაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ქართულ არმიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოპოზიცია უშიშროების საბჭოს ხდომის დანიშვნას მოითხოვს. გიორგი მარგველაშვილს შესაბამისი განცხადებით ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა. თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს, თუმცა გენერალური შტაბის უფროსისთვის უშიშროების საბჭოში პრობლემებზე მსჯელობა მისაღებია. უფროსი ლეიტენანტი ზურაბ ჯიბუტის ხმაურიანი განცხადებები დღეს პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზიც გახდა. დღეს ვერ მივიღო, ხო? რა პრობლემების წინაშე დგას ქართული ჯარი? არმიიდან პროტესტის ნიშნად წამოსულმა უფროსმა ლეიტენანტმა საიდუმლო დოკუმენტები თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს მიუტანა. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ოპოზიცია რეაგირებას ქვეყნის მთავარ სარდლისგან მოითხოვს და უშიშროების საბჭოს საგანგებოს ხდომის ჩატარებას თავაზობს. დოკუმენტების ერთი ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავს, გუშინ გადაცემა პოსტსკრიპტუმმა გაასაჯაროვა. იქნეს განხილული და შესაბამისი ზომები მიღებული როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის მხრიდან, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან. საჰაერო თავდაცვის პრობლემები, ნეპოტიზმი, ტექნიკის ნაკლებობა, ბრიგადების გაუქმება, დარღვეული სტანდარტი. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემების, რაზეც შეიარაღებული ძალებიდან პროტესტის ნიშნად წამოსული სამხედრო ზურაბ ჯიბუტი გუშინ გადაცემა პოსტსკრიპტუმში საუბრობდა. უფროსი ლეიტენანტის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების საქმეებიც საველე პირობებში ძირითადად სტანდარტთან შეუსაბამოა და ის რუსული წარმომავლობის კონსერვი, ხახვი, ნიორი და პურია. წარმოდგენილი
ფოტო და სხვა სახის მასალების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს უშიშროების საბჭოს აპარატს. უშიშროების საბჭოს მოწვევა არის მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა და მხოლოდ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაფქიაშვილი ასევე მზად არის შეხვდეს ბატონ გიას რამოდენიმე დღეში, როდესაც ჩვენ შევისწავლით უკვე არსობრივ ფაქტობრივ გარემოებებს. დაინიშნება თუ არა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა სკანდალური დოკუმენტების განსახილველად. ამ თემაზე ჯერ პრეზიდენტს გადაწყვეტილება არ მიუღია. კურიერთან ინტერვიუში გენშტაბის მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს, რომ მზად არის პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში უშიშროების საბჭოს სხდომაზე მივიდეს და განმარტებები გააკეთოს. არც მეტი არც ნაკლები დღეს რაც ხდება, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და მე მოუწოვებ სხვათა შორის სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ იმ ინტერვიუთი, რომელიც ჩამოერთვა ბატონ უფროს ლეიტენანტს და შესაბამისი რეაგირება მოახდინა. ჩვენ ვაკეთებთ იმას ყველაფერს, რაც არის ნატოდან და ამერიკიდან მოწოდებული ინიციატივები. ნატოს მხარდაჭერის მიუხედავად ხელისუფლების პრიორიტეტების ცვლილებაზე და ამ ჩამონათვალში შეიარაღებული ძალების არყოფნაზე განცხადებები დღეს საპარლამენტო უმცირესობაშიც გაკეთდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამაზე ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი სკანდალური და გახმაურებული ფაქტიც მიუთითებს, რის გამოც ჯარში არსებული ვითარების საფუძვლიანი შესწავლა აუცილებელია. არა მხოლოდ ამ მიმართულებით, წითელ შულთან დაკავშირებული ფაქტიც, როდესაც საიდუმლო ობიექტებზე დაშვებული იქნა ადამიანი, რომელსაც სერიოზული ეჭვები არსებობს მისი რუსეთთან კავშირის შესახებ, გვარწმუნებს, რომ სამწუხაროდ ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება ხელისუფლების ნომერ პირველი პრიორიტეტი იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით, აღარ არის. დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა შეიარაღებულ ძალებში პრობლემებს არ უარყოფს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. თუმცა ირაკლი სესიაშვილი მაინც ფიქრობს, რომ ყოფილი სამხედრო ფაქტების დრამატიზებას ახდენს. პრობლემები არის, რა თქმა უნდა, გამომდინარე ზოგადად არსებული ვითარებიდან. არავითარი დრამატიზაცია არა, რეფორმა თავდაცვის უწყებაში მიდის სწორი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა უწყება ინატრებს, რომ მეტი რესურსი ქონდეს, მაგრამ ეს თავისთავად დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ პოლიტიკაზე და იმ პრიორიტეტებზე. ის რომ შეიარაღებული ძალები მოქმედი ხელისუფლების პრიორიტეტებში ვერ ხვდება, ამაზე ღიად საუბრობენ ექსპერტები. მათი ნაწილი ამ მიდგომის ახსნას უწყების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს. ის რომ ჯარი აღარ არის პრიორიტეტი, ეს ჩანს და აი რა არის დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჯარი, ეს არ ჩანს. ანუ რაში ჭირდება, როგორ ინსტრუმენტად უყურებს დღევანდელი ხელისუფლება ჯარს, ეს არ არის გამოკვეთილი. ანუ რუსეთში ვისაც სამხედრო განათლება ჰქონდა მიღებული საბჭოთა კავშირში, ძირითადად რუსეთში, ძირითადად ის ადამიანები ჯარიდან იქნა გაშვებული. 2012 მერე ამ ხალხის მასობრივი დაბრუნება მოხდა, სამწუხაროდ იმ ხალხისაც მით სამართლიანად იქნა გაშვებული. და ეხლა დღეს იმის მტკიცება, რომ ჩვენ შეიარაღებულ ძალებში არ არსებობს ესეთი ადამიანები, ვინც პრორუსულად არიან განწყობილები, იქიდან გამომდინარე თუ როგორ დაბრუნდა ეს ხალხი, ეს სიმართლე არ არის. რასაც ეს ახალგაზრდა ოფიცერი საუბრობს, ბევრწილად მართალი არის, უბრალოდ თავი უნდა შეიკავოს გარკვეული განცხადებებისგან, მათ შორის მედიამაც. კადრების გადინება გაუმართლებელი პირველ რიგში, რომელსაც ვერ ვინარჩუნებთ. თვლი ალბათ გარკვეულ საკითხებში ნაკლებ კვალიფიკაციაზე, ხლა რაც ეხება კვალიფიციური ადამიანების ჩამოშორებას, ალბათ უფრო ვიწრო კონკურენტული პრობლემა არის. ჯარიდან პროტესტის ნიშნად წამოსული სამხედრო პრეზიდენტის პასუხის მოლოდინშია. იმ შემთხვევაში თუ უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნება, ოპოზიცია ფიქრობს, რომ შეხვედრაზე ქვეყნის სხვა ძალოვან უწყებებში მიმდინარე პროცესებიც უნდა განიხილონ. საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს კონფიდენციალური შეხვედრა გაიმართა ქართული არმიის სამ გენერალთან. დავით თევზაძეს, ამირან სალუქვაძეს და ალექსანდრე მჭედლიშვილს სამინისტროში მისვლა ისე სთხოვეს, რომ მედიამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა. დიპლომატიურ უწყებაში გენერლებს ქართველი პილოტის ცოსო ოსორაულის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 2 საათნახევრიანი დახურული კონსულტაციების შემდეგ შეიარაღებული ძალების ყოფილი მაღალჩინოსნები მხოლოდ საგარეო უწყების გეგმებზე და კვლავ ოსორაულის დაღუპვის დაუზუსტებელ ინფორმაციაზე საუბრობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დღეს პირველ საათზე დაიბარეს. კონგოში დაღუპული ქართველი ფრინავის შესახებ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. კურიერის ინფორმაციით გენერლები ჯანელიძის უწყების ინიციატივით შეიკრიბნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ თავადაც დაადასტურეს, რომ დიპლომატიურმა უწყებამ გამოცდილების გაზიარების მიზნით დაიბარა. შეხვედრის მიზანი იყო ძირითადად საუბარი ამ თემაზე, პრობლემების განხილვა, გარკვეულწილად გამოცდილების
გაზიარება და ჩვენი მოსაზრებების მოსმენა ამ თემაზე. სამინისტრო ამბობდა, რომ ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანი იყოს უკვე დაღუპული. დღეს რა ინფორმაცია მოგაწოდეთ? ისინი დაეყრდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც წერილობით მათ მიაწოდეს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ეს ინფორმაცია. აი ეს აგვიხსნეს. თვითონ გააკეთებენ ამას განცხადებას. თქვენ რატო შეხვდით? იმიტომ რომ გარკვეული გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში და ამის გაზიარება უნდა. რაც ნაკლები იქნება ხმაური ამ თემაზე მით უკეთესია. კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია მედიაში არ გავრცელებია საგარეო საქმეთა სამინისტროს. კურიერის გადამღების ჯგუფისთვის კი ცნობილი გახდა, რომ შეხვედრას კითხვა-პასუხის რეჟიმში ის ჯგუფი მართავდა, რომელიც კონგოში დატყვევებული ქართველის საქმეზე უკვე მეოთხე თვეა მუშაობს. საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ეს კარი ჟურნალისტებისთვის დაკეტილი იყო. რაც გეგმავს დიპლომატიური უწყება და გააგრძელებს თუ არა კონსულტაციებს უცნობია. სამინისტროში კონგოში დაკარგულ ფრინავთან დაკავშირებით განცხადებები დღეს არ გაკეთებულა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს შეხვედრა სოსო ოსორაულის ძმაც ესწრებოდა. დაკარგული მფრინავის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ და ძიების საქმეში არასამთავრობო სექტორის ჩართულობას ითხოვენ. თქვენ საპროტესტო აქციას კვლავ გეგმავთ? კი, აუცილებლად, ფართო მასშტაბის. ესე იგი არ მუშაობენ, ესე შედან და ლაპარაკობენ მარტო. ლაპარაკობენ ერთსა და იგივეს ტკეპნიან 4 თვეა. მკვდარია, მკვდარი დაგვიბრუნა, ცოცხალია, ცოცხალი მოგვიყვანა. ყველას მინდოდა სოდნო და ყველას უნდა ცოდნო და ეს და ყველა უნდა შეწუხებულიყო არასამთავრობოს. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია კონგოში ქართულმა მხარემ სამუშაო ჯგუფი მიავლინოს. უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ საგარეო უწყება სოსო ოსორაულის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის დასადგენად ყველაფერს აკეთებს. კარგად ხვდებით, რომ კონგოში არ არის მარტივი სიტუაცია, ვინ რას როგორ მართავს. ძალიან რთულად აღსაქმელია იქ, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი მონაწილეობა უფრო აქტიური იყოს. თუმცა ყველა დონეზე, ყველა ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია ისე, როგორც მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეები. ამ ეტაპზე მაინც ჩემი აზრით საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარაგზავნოს სპეციალური წარმომადგენლობა კონგოში ვითარების შესასწავლად და იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები ჯეროვნად იყოს დაცული, რაც სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში არაერთხელ დაირღვა. ქართველი მფრინავი ტყვეობაში 27 იანვრიდან იმყოფება, როდესაც მეამბოხეებმა კონგოს სამხედრო საჰაერო ძალების 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსორაული მართავდა. კრემლის პოლიტიკის კიდევ ერთი ინსტრუმენტი რუსული ჰუმანიტარული მისია საქართველოში შემოსვლას გეგმავს. მას რუსეთის მთავრობის საგარეო უწყების და დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი, ასევე ევგენი პრიმაკოვი ხელმძღვანელობს. ის კურიერთან ინტერვიუში არ ასახელებს იმ ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს თბილისში, თუმცა განმარტავს, რომ ჰუმანიტარული მისიის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელია კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან. Мы готовы открыть НКО в грузинской юрисдикции, если это нужно для того, чтобы... Ურიერთან ინტერვიუში ევგენი პრიმაკოვი ადასტურებს, რომ რუსულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას საქართველოში შემოსვლა გადაწყვეტილი აქვს. ახლა მოსაფიქრებელი აქვს ფორმა. შიშობს საზოგადოების მტკივნეულ რეაქციაზე და ამიტომ მზად არის არასამთავრობო არა რუსული, არამედ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ იყოს. დევნილების დახმარება, დანგრეული სკოლების რემონტი და ასე შემდეგ. რუსული ჰუმანიტარული ორგანიზაცია საქართველოში პროექტებს განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში გეგმავს. პრიმაკოვი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვისთან აწარმოებს დიალოგს საქართველოში. მე არ მჭირდება რუსეთის ხელისუფლების მანდატი იმისთვის, რომ სკოლებში სახელმძღვანელოები ჩამოვიტანო. არა მაინც და მაინც რუსული, ის რაც გჭირდებათ. ჩვენ არ ვართ დიდი ორგანიზაცია და შეგვიძლია დაუკავშირდეთ რომელიმე მუნიციპალიტეტს, სოფელს და ადგილობრივი სკოლა გავარემონტოთ. ეს ხელისუფლების ჩარევის გარეშე შეიძლება. ბევრი დრო დაიკარგა გლობალურად ალბათ ვერ შევძლებთ, მაგრამ ლოკალურად უნდა ვცადოთ ამის გამოსწორება. გვინდა დავეხმაროთ დევნილებს, რომლებიც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოიქცნენ. მაგალითად, მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ახლობლების საფლავებზე გავიდნენ. ამის მოგვარება ჩვენთვის ცხინვალთან უფრო მარტივი იქნება. ჯერ არ მინდა დავასახელო ადამიანები და ორგანიზაციები, ვისთანაც კონტაქტი მქონდა. ალბათ უნდა ვცადოთ საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული ურთიერთობა. ვუთხრათ მას, რომ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ასე ისინიც მშვიდად იქნებიან და ჩვენც. პრიმაკოვი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტ შეეცდება. არ აქვს მოლოდინი, რომ მას სამომავლო საქმიანობაში პრობლემები შეექმნება. სამინისტროებში, რომელთა სფეროებშიც რუსული ჰუმანიტარული მისია ქართველების დახმარებას გეგმავს, განმარტავენ, რომ მათ არავინ შეხმიანებია რუსეთიდან და შეთავაზების შემთხვევაში პრიმაკოვს უარს ეტყვიან. მთავრობის სახელით დღეს კურიერის კითხვას საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა.
ამის შესახებ გავიგე მედიაში დაწერილი კომენტარისგან და შესაბამისად არანაირი თანამშრომლობა, არანაირი კავშირი საქართველოს მთავრობას ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც კი არ არის. რუსთავი არ უნდა აკეთებდეს ამაზე სიუჟეტს, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლები ეტყვიან, არ ვიცით. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ხელისუფლებას სტრატეგიის არქონას უწუნებს. ამბობს, რომ ხელისუფლება რუსული რბილი ძალის საფრთხეებს არასათანადოდ უმკლავდება და მთავრობაში ამ საკითხზე პოზიციები განსხვავდება კიდეც. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ახალმა თავდაცვის მინისტრმა მიიღო, იყო სწორედ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის გაუქმება, რომელიც ჩემს დროს შეიქმნა და რომლის მთავარი ამოცანა იყო ორმაგი, ერთი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, პირდაპირ მნიშვნელობით რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა და მეორე ჩვენს სამხედროებში ჯერ დასაწყისისთვის და შემდეგ უკვე ჩვენ შაგოზლოვის გარეთაც გაგვეტანა სწორი ორიენტირებზე მუშაობა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ რუსული რბილი ძალა საქართველოში ხელისუფლების მხარდაჭერით ძლიერდება. ხელისუფლება ბრალდებას არ იზიარებს. საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ უკანასკნელი წლების მანძილზე არანაირ ქმედით ღონისძიებებს არ ახორციელებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს მსგავსი რბილი ძალის გამოყენებას ჩვენს ქვეყანაში. ამის შედეგად ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური გავლენა ჩვენს ქვეყანაში გაძლიერდა და მსგავსი ჰუმანიტარული ეგრეთ წოდებული მისიების განხორციელება არის სწორედ ერთ-ერთი იარაღი აი ამ რბილი ძალის სტრატეგიაში. თავარი პრობლემა ჩვენი არის ის, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ივანიშვილის გუნდი არათუ ეფექტურად არ ებრძვის რუსეთის მხრიდან ცდილობებს, რომ გავლენა გააფართოოს საქართველოში. არამედ პრაქტიკულად ღიად უჭერს მას მხარს და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ფართოვდება მცდელობა აი ამ ტიპის ვითომ ჰუმანიტარული საფარქვეშ მეტი აქტივობების, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მათ არათუ წინააღმდეგობა არ ხვდებათ ხელისუფლებისგან, არამედ წახალისებას აქვს ადგილი. ჩვენი და საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში რჩება პრაგმატული და ვერანაირი კომპრომისის დაშვება ვერ მოხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. კრემლის გავლენის ინდექსი საქართველოში ახალი კვლევით გაზომეს. რუსეთის საინფორმაციო გავლენის და მასზე რეაგირების დასადგენად კვლევა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკურმა ჯგუფებმა 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩაატარეს. გავლენები ხელისუფლებაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ კრემლის გავლენა საქართველოში უნგრეთის შემდეგ ყველაზე მარტივად აღწევს. კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსთავი ორს ქვეყანაში ყველაზე მკვეთრად გამოხატული პროდასავლური კურსი აქვს. იგივე პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ ეკლექტური ვითარება, თუნდაც უმრავლესობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, როგორ გაემიჯნა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკაში შეუთავსებლობის გამო. თუმცა დღესდღეობით ეს ფრაქცია არის უმრავლესობის შემადგენლობაში და უფრო მეტიც ხელოვნურად შეუქმნეს მრეწველებს ფრაქცია და ეს არის ღიად პრორუსული პარტია. ეს არის სწორედ ინდიკატორი იმისა, რომ ქართული ოცნება ისევ ეკლექტური წარმონაქმნია. რუსული პროპაგანდისტული მანქანა არის საქართველოში, საკმაოდ კარგად არის ფესვგადგმული და საკმაოდ კარგად არის დაფინანსებული და შესაბამისად აქვს საშუალება თანმიმდევრულად გაზარდოს თავისი გავლენა. მეორე რაც ამ კვლევამ აჩვენა ის არის, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ფრაგმენტული ცდილობები გაუწიოს წინააღმდეგობა, მაგრამ ეს არ არის თავმოყრილი ერთ სტრატეგიულ ხედვაში და არ არის კარგად კოორდინირებული. ანალიტიკოსების აზრით, კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოში რბილი ძალის ყველა იარაღის გამოყენებას ცდილობს, რაც ხელისუფლებისგან კურსის მკვეთრად განსაზღვრის აუცილებლობაზე მეტყველებს. 23 წლის შემდეგ მადლენ ოლბრაიტი ისევ საქართველოშია. შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი ამჯერად თბილისში NDI-ის თავმჯდომარის სტატუსით დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი უმაღლეს დონეზე შეხვედრებს მოიცავს, არაოფიციალური ნაწილი კი დღეს ექსკლუზიურად კურიერმა გადაიღო. ნათია გოგსაძესთან განვაგრძობთ ახლა საუბარს. ნათია, როგორი იყო ყოფილი სახელმწიფო მდივნის შთაბეჭდილებები, რა განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა შენთან საუბრისას? იმის მიუხედავად, რომ მადლენ ოლბრაიტი უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფება, გორშიც ჩავიდა და საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე ტერიტორიები თავად დაათვალიერა, მას მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებია და თავიდანვე გააფრთხილა თავისი მასპინძლები, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობას არ აპირებდა, თუმცა ერისიონის დავავიწყარი შოუს შემდეგ ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჩვენთან ღიადად დაუფარავად ისაუბრა არა მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებზე, არამედ საქართველოს მთავარ პრობლემატიკაზე, რუსულ ოკუპაციაზე და განაცხადა, რომ ნებისმიერ
მიერ თავისუფლების მოყვარე ერს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთების საშუალება და მას ამაში ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს. საინტერესოა ისიც, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რომელიც საქართველოში მეორეჯერ იმყოფება, ერთი თვის წინ 80 წლის გახდა, თუმცა ასაკი მას ხელს არ უშლის, იყოს კვლავ გავლენიანი ფიგურა, ისე როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მსოფლიოში, მხნედ და ძალიან კარგად გამოიყურებოდეს. რითმების და სიმღერის პირველად მოსმენის შემდეგ ცეკვა თავადაც სცადა. ერისიონის დახრილმა კონცერტმა, რომელიც ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და NDI-ის დელეგაციისთვის მოეწყო, გულგრილი არც სხვა სტუმრები დატოვა. მადლენ ოლბრაიტი, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოვიდა, საკუთარ ემოციებზე კურიერის კამერის წინ დაუფარავად საუბრობს. ეს არის არა მხოლოდ პერფორმანსი, არამედ გამოხატულება ქართული სულის და სიყვარულის. ძალიან მომეწონა ნომერი ქართული დროშით. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ მოვიდა. ქართული ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის დარბაზში გამართული წარმოდგენისას მადლენ ოლბრაიტი რამდენჯერმე წამოდგა. მან განსაკუთრებული მადლობა ანსამბლის ახალგაზრდა შემსრულებლებსა და ხელმძღვანელებს გადაუხადა. ეს დიდი საჩუქარია ჩემთვის, რადგან პირველად და ასე ახლოს ვნახე არაჩვეულებრივი ცეკვა. მინდა რომ შეერთებულ შტატებშიც გნახოთ. ასეთი ქალბატონი სოფლიოში არ მომეგონება მეორე. I don't know the better lady in the world than you are. ქართული ფოლკლორის ნახვამდე ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ქართული ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლები ნახა. მადლენ ოლბრაიტი, რომელიც არამხოლოდ პირველი ქალბატონი სახელმწიფო მდივანი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო, რუსეთი მისი აგრესიული პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პუტინმა მეზობლებთან ომის გამო პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. რუსეთთან ბევრი პრობლემა ახლა და ვფიქრობ, ყველა ქვეყანა მხარი უნდა დაუჭიროს იმ განსხვავებულ ერებს, რომლებსაც სურთ თავისუფლება. სწორედ ეს მომწონს ქართველებში. მათი დიდი გრძნობა იყვნენ დამოუკიდებლები. თქვენ თავად ნახეთ რუსეთის აგრესიის შედეგი გორში. მინდა რომ ადამიანებმა გაიგონ რა არის დამოუკიდებელი ქვეყანა, განსხვავებული ხალხით, ისეთი ადამიანებით, რომელთაც უნდათ თავისუფლება. მათ არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს. სწორედ რუსეთთან ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროსაც. ბილ კლინტონის კაბინეტის წევრი ოლბრაიტი ბალკანეთის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის მომხრეც იყო. ამჟამად კი ყოფილი სახელმწიფო მდივანი NDI-ის თავმჯდომარეა. ამ პოზიციაზე ის შეხვედრებს თბილისში უკვე მეორე დღეა მართავს. მადლენ ოლბრაიტი, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკასაც კარგად იცნობს, რუსთავიორის საქმეზეც საუბრობს. პრესის თავისუფლება თავისუფლების მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ნებისმიერს უნდა ჰქონდეს საკუთარი სურვილის გამოხატვის საშუალება. ზუგდიდი ყოფილი სახელმწიფო მდივანი საქართველოში პირველად 1994 წელს ზუგდიდში იმყოფებოდა. ის ბილ კლინტონის კაბინეტში მხოლოდ 4 წელიწადს იმყოფებოდა, თუმცა ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა შეერთებულ შტატებში. მადლენ ოლბრაიტი საქართველოში დარჩება 15 ივნისამდე. დღეს მას უკვე ჰქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის სხვა წევრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან. ხვალ მას ექნება მოლაპარაკებები უკვე პოლიტიკური სპექტრის სხვა წარმომადგენლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე მიიღებს მონაწილეობას ლიდერ ქალთა შეხვედრაში, რომელსაც დაესწრებიან თვითმმართველი ქალაქების, ჯერ კიდევ არსებული თვითმმართველი ქალაქების დეპუტატი ქალბატონები. ამის შემდეგ კი ამერიკელ რკინის და წოდებული მადლენ ოლბრაიტი, რომელიც პირველი ქალბატონია, რომელმაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა, საქართველოს დატოვებს. დიდი მადლობა, ეს ნათია გოგსაძე იყო. კურიერი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდება.